ისევ თბილისის ზღვა და ისევ ქორჭილები. ნახოთ წინაზე უბრალოდ გაგვიმართლა თუ კიდე ეგეთი აქტიურობა იქნება. სადღაც 9 საათით ადრე მოვედით წინასთან შედარებით. ისევ 10 გრამამდე ახალი ბლუბერდი წამოვიღე. დღეს 3 ვიქნებით, შეიძლება მე-4-იც მოვიდეს. და ნახოთ, ძირითადად სილიკონებზე ვითევზავებ. თუ რამე რამოდენიმე თეილსპინერი აღალაც მაქვს. წყალი კაი ჩანს, ამ ტალღები არა აქვს, რო ძალიან ხელი შეგვიშალოს და ნახოთ აბა რა გამოვა დღეს. 2-დან 10 გრამამდე ახალი ბლუბერდი. წინა ვიდეო ვისაც არ გაქვთ ნახი. პირველად ვითევზავე იმ ვიდეოში ახალი ბლუბერდი და რავი თავის ფასთან შედარებით ძალიან კარგად გაართვა თავი. სადღაც საშუალო ფასი აქვს რა. 10 გრამამდე მე მგონი 290 თუ 295 ღირს მაღაზია მეტეორში. მოკლედ ნახოთ დღევანდელი დღეც ღერაღაა და დღევანდელი საღამო როგორ ჩაივლის. პირველი ქორჭილა რა თქმა უნდა კამერა გათიშულზე უნდა დამჯდარიყო. აი ზომის ქორჭილა. მაგარი. ისეთი ზომის ქორჭილა. გამშვიდი, ენაცვალა. ფლეშლურესის ლარვაზე. ისეთი ზომაა, ორ ფოტოს გადავუყევდა კაცი. განებოდა, განაცვალა. ეგრევე. ეს უფრო კაი ზომა ჩანს. და რაღაცაში შეძრა. და გამოძრა. ეს როგორი ზომა ხარ? იმაზე ცოტა პატარა. იმას ფოტოს გადავუღებ ხო წერან და არა, ისეთივეა. შეიძლება ოდნავ იყოს განსხვავება. ფოტოს გადავუღებ ხო და ხელიდან გამივარდა. არც გაშვების კადრი. არაფერი არ დამჭა. ქვებზე დაასხდა, მაგრამ გიაცურდა. ძალიან ცოტა კარად დავიჭიროთ ახლა ეს რომ კიდე იგივე სცენარი არ განმეორდეს. ერთი წამით და ეხლავე გაგიშვებ. ისევ ლარვაზე. ახლა შეგიძლია მიბრძანდე. შევალემოზოთ ლარვა და წავიდა. შენი პირველივე ამოხვევაზე დაარტყა მამანაც. მოლოდეს, კარგად იგრძვის. ეს უკვე კარგი ზომა არის.
მარტო გაგლანდუციებში. აბა, все. მოვიდა. ლარვა. შვენიერი. შემოვიდა უკვე გუნდი? ოფსეტური ნემსკავი მიყენია და ხანდახან გამაზვები არის, მაგრამ მეორეზე აღარ გამაზა. ბიჭო, რას უშვება 10 გრამამდე ჯოხს. რაღაცა ნამეტანი ჯანზე მოსულა. აუ მე მაგარი შეცდომა დაუშვი ტურნირზე, რომ ეს ჯოხი მანქანაში დავტოვე და არ ჩავიყოლე იქ. რა მაგარი ზომის ხორჭილებია. ნელ-ნელა ემატება ზომებში. ეს კიდე უფრო მეტია. მარტო ქორჭილები არ ცხოვრობენ აქ. ქარიღლაბიებიც. გამოხსენი უკვე? ესეთი ქარიღლაბია. დაუჭდა გვერდზე. ჩაუშვათ რაკეტა. აო, ნახე რა ნახტომი გამოუვიდა. 10-დან 10 შეფასება. სნექის სუნი, იმიტომ რომ დავაყენებ ახლა სნექს 1.5 ინჩიანს. იმიტომ რომ 1.5-იანია. სელექტი სნექი 2 ფერში. საერთო ჯამში რაღაც მოყავის პროფერში გადის რა. ეს არის ორი. თითქმის იგივე სიგრძე აქვს. არა. ასე მოგეჩვენა. წამოხტომის დროს მიახტა თვითონაც. ნახოთ როგორ მიახტა. აბა, ხელში დაფიქსირდა ბაჭო. ანგარიში მაქსიმუმ. ანგარიში 6-4. 6-4. ორნაირად აქვს მოდებული აქედან და მე იქიდან. მაინც თევზი ერთი. დვაინოი უდარი გამოვიდა. დვაინოი გაყრით. ესეთი. პირველივე გადაგდებაზე ინჩ-ნახევრიანი სნექი. ინჩ? ეს ინჩა ქორჭილა. მარცხენა მხარეს ყველაფერი იმალება. ვარდნაზე დავიჭირე. ჯერ არ იყო ფსკერამდე ჩასული. ვარდნაზე. ეგრე, ანუ რო ჩავაგდე, კოჭა ეგრევე დავკეტე და მოჭიმულად დავიჭირე, რომ მეთქი იქნება ვარდნაზე წაარტყას და გავიგო თქო. აი. ორიგი სნექის მსხვერპლი. სნექების მოყვარული ქორჭილი. და ერთ თევზამდე შევამცირეთ ანგარიშის სხვაობა. აი გეუბნები რომ იქ დგანან ოღონდ ვარდნაზე უნდა მოატყო. ვარდნაზეც საინტერესოა ხანდახან. რა არის? მომეჩვენა? აი ვარდნაზეც საინტერესოა ხანდახან ფსკერზე არ ბრძანდება ქორჭილა და ურჩევნია რომ ზევიდან კენკოს შამაიასავით.
შენი წნულიც მომაქვს ყველაფერთან ერთად. ესეც ესე. თანაბარი. რიგი სნეკის სვერპლი. ოპ. ხანდახან ზომას, ფორმას არჩევანი უნდა გქონდეთ, ამიტომ დიდი ყველაფერში, ანყალებშიც, სილიკონებშიც. დიდ სილიკონებს უტარებდი და არინება. დიდი რა ორი ახლა შუალედშია, მაგრამ ცოტა მეტებიც დავაყენე და არაო. ინჩნახევრიანი დავაყენე და ზედიზედ მიაყარა. იგივე ადგილი. სილიკონი ჩამოქაჩაკი. იარა, ჩამომიწყვიტა. თამპალი მაიმონი. რა უშავს. მეორე მხრიდან გავუკეთოთ. ესე. აბა მაგას არ აგონია, ესე უცბად. გააფუჭებდა. ოჰო. წეღა რო გამიფუჭა სილიკონი რა ეგონა. შეუბრუნე მეორე მხრიდან და აბძანდა. ესე. ინჩნახევრიანი სნეკი გასაღებად ვუპოვე. შევალამაზოთ და წავიდა. მაგრად დაარტყა და მაგარი ზომა დაჯდა ბაჩო. ქარიყლაპია ხო არ არის? თო რაღაცა უცნაურად მოდის. ქარიყლაპია უეჭველი. უეჭველი ქარიყლაპია. არ მგონია რომ ეს ქორჭილა იყოს. დარტყმაც სხვანაირი ქონდა და ბრძოლაც სულ სხვანაირი აქვს. და კი ბატონო, ქარიყლაპია. აი, ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი შეცდომა. ბოლოში რომ მოვიყვანე, აი თავის ამოწევას რო დაიწყებს ხოლმე, ხო იცი რომ ნახტომი უნდა გააკეთოს. მაგ დროს ჯოხის წვერი ეცადეთ ხოლმე რომ ყოველთვის დაბლა გაუკეთოთ, რომ ეს ნახტომი არ გააკეთოს. აი ახლა იმ ნახტომით გაიგზრო ჩვენი სატყუარა, რომელიც აქ ხეებში შევატა და ჩამიზაცება თან. კარგი გამოძვერი ახლა რა. აი ეგეთები დამიჯდა. ეგ შეიძლება ოდნავ დიდიც იყოს. აი გონბორა. აი ჯაგრა. აი ჯაგრა. ჯირა ეგრევე. დასვი? თუ პროსტა თევზი გაფართხალდა ნაპირთან. ოჰო, ბიჭოს გამაგრად დაარტყა. რაღაც ქარიყლაპიას აგავს ესაც. უეჭველი ქარიყლაპია. უეჭველი ქარიყლაპია. და მაინც ხეებში მიდის.
ეგ არის. აბა იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ. Просто ეს ჯოხი დაბლა ვერ დამიწევია რა და ნაპირთან რომ მოიყვანე მე ამოხტომა იცის. ესე იქნებ ნელ-ნელა შემოვიტყუო. წავიდა ისევ. აი, არა მოხდე. და მაინც ამოხდა, მაგრამ ვერ გაიძრო. სად გავიჭედე აქ ეს დედა? ინაღამ შემაკურთხებინა ამ დამპალმათებზე. ახე ახლა რა. იმდენს იმაიმუნებს რომ მოდი აქ შვიდობიან ადგილში. აი მაჩი. კისერი კინაღა მომატეხინა. ეს უსწორმასწორო ყოფილა და მე კიდე თამამად დავდექი რომ რა საკეთებ? იმედო. დელი ბრძოლა გაიმართა აქ. არიღლაპია. რა დღეში იყავი? ჯოხი ხარიყლაპიაზეც მოინათლა და ეხლა ვეღარ გამოვაძრო. რა მაგრად შეჭობია. ფოტოც მე მოვუშვათ. კაი ფოტო მოდი ნაპირზე იყოს. So, ეყოფ ამას. ფოტოსესია. სტარტა. ო? გასვა? ხორჯილა? პატარა რა, ხორჯილა ხოა. ჩათვლადი. ყავისფერი სილიკონი. მოწუწგა. აყალას ან რაღაცას. ოპა. ქვებში ნაპირთან. გამოტარებაზე ანუ. აი ჯაგრა. ამორთულზე, მაგრამ მაინც. თითქოს იმედები გადაწურული იყო, მაგრამ აუ ნახე. იმე ერთი ბეწოზე აქვს გამოდებული. ჩკაპ. სვირს ინგილ წავიდა. ისე ვინჩ ნახევრიანის ნექ სხვა ფერში. ელა. მოდი. პენელეთის ხორჯილა. ჩაბნელებულზე. თითქმის დაბნელებულზე მაინც მობრძანდა. მოკლედ ამით დაგემშვიდობებით დღევანდელი საღამოც
მშვენიერი გამოდგა. თორჭილებთან ერთად ქარიყლაპიებიც იჭირებოდა. ორი დავიჭირეთ. ერთი გაქცევა იყო. 10 გრამამდე ახალმა ბლუბერდმა ისე მშვენივრად იმუშავა. რა ვიცი, მე მგონი კაი ადგილი არის რა ეს. კარგად მოდის ხოლმე საღამოობით. დილითაც უნდა გავტესტო მერე და ვნახოთ რა გამოვა. ბოლოს კი არა და მე მგონი ყველაზე კარგად ინჩნახევრიან მას სნექმა და ფლეშლურესის ლარვამ იმუშავა. დღეს საღამოს რაღაც უფრო პატარა სატყუარებზე მოდიოდა. ამ სატყუარების ჯოხების და მთელი სათევზაო ინვენტარის სპინინგს რაც შეეხება შეგიძლიათ ონლაინ მაღაზია მეტეორიჯიზეც შეხვიდეთ და ნახოთ. დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია აარჩიოთ და ასე შემდეგ. ეხლა კი კარგად ბრძანდებოდეთ. რავი, შვედები ამ ადგილში დილითაც მოვტესტო და გავიგო დილით როგორი სიტუაცია არის ხოლმე. აბა კარგად გავიგეთ.